კვლავ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში, რადიო იმედი აგრძელებს პირდაპირ ეთერში თქვენთვის მუშაობას და გეტყვით რომ 12 თებერვალს ბერლინის 76 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო, რომლის საკონკურსო პროგრამაში 22 ფილმია, 20 მხატვრული, 1 დოკუმენტური და 1 ანიმაციური და სწორედ 76 ბერლინალეს კინოფესტივალიდან გვაქვს შესაძლებლობა ჩავრთოთ ჩვენი მეგობარი და კოლეგა მარიკა ბაკურაძე, სამსადისე ჟიურიზე და მოწვეულ სტუმრებზე გვესაუბრება. მარიკა, დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის და გამარჯობა. მოგესალმებით. მიხარია რომ შენი ხმა გვესმის და მიხარია რომ კვლავ ამ ესე იგი მიათეთ, ანუ საიუბილეოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ ხარ და წარმოადგენ იმედს და აშუქებ ამ თემას. გზაში ვითვლიდი და საერთოდ ხო მეათე საიუბილეო წელი გამოვიდა, შუაში იყო წყვეტა იმ მხრივ რომ კოვიდის პერიოდში ონლაინ გაიმართა ფესტივალი და ფიზიკურად ვერ ჩამოვედი. მაგრამ როგორც ფესტივალზე მონაწილეობა ყოველწლიური რეჟიმით ჯამში შეადგენს უკვე 10 წელს, ხო და გადავხედეთ წლებს ცოტა შემეშინდა სტატისტიკის, მაგრამ სამაგიერად ისეთია, კარგია, უკვე მშობლიურია. მოდი გითხარი რა დაგხვდა? ხო, შენთვის ნამდვილად მშობლიურია, ფაქტობრივად. რით არის წლევანდელი 76 ბერლინალე გამორჩეული? რა ვფიქრობდი რომ რა ფილმი იქნება გამორჩეული და ყველაზე მეტად რა იქნება მთავარი თემა, რაზეც იქნება განხილვები და ესეთი ტოპ თემა დაიწევა თქო ასე ფესტივალიდან, სანამ მივიდოდით ფილმებამდე, მანამდე პირველივე დღეს ჟიურის პრესკონფერენციასაც დაიწყო, მაშინ მოხდა ასე ვთქვათ ისეთი ცოტა მწვავე განცხადებების ადგილად გადაიქცა საპრესკონფერენციო დარბაზი და აი დღემდე რამდენი დღე გავიდა, 5 დღე მე მგონი გავიდა უკვე ხო, რაც დაიწყო ფესტივალი, მას მერე ყოველ დილით, როდესაც ვთავ ინტერნეტს, პირველი სტატია, პირველი მთავარი ამბავი, რაც გამოდის, ისე უკავშირდება იმას, რაც მოხდა ჟიურის პრესკონფერენციაზე. მე გეტყვით, ჟიურის პრეზიდენტი წელს არის ლეგენდარული გერმანელი რეჟისორი ვიმ ვენდერსი. გერმანელი რეჟისორი არის, მაგრამ მსოფლიო რეჟისორია, ხა მის ფილმებს გადავხედავს. ის არის ჟიურის პრეზიდენტი და დანარჩენი წევრები ჟიურის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან პროდიუსერები, მსახიობები და ასე შემდეგ. და დაიწყო საუბარი პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც არის ამასთანავე აქტივისტი, ცოტა იყოს ისეთი უხეში ფორმით შეკითხვა კი არ დასვა, მოსთხოვა ჟიურის წევრებს, რომ რა დროს კინოზე საუბარია, როდესაც უნდა გააკეთოთ განცხადებები მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და მისთვის ფოკუსი იყო ისრაელი ღაზას თემა. და ისე მოხდა, რომ ამ მის გამოსვლას ძალიან მკაცრად და თავისი მყარი პოზიციით პასუხა პოლონელმა პროდიუსერმა. და მან უთხრა, რომ ხელოვან ადამიანებს მოგვაყენებთ ესეთ პასუხისგების რეჟიმში, ჩვენ საერთოდ არ ვართ ვალდებულები, რომ პოზიცია დავაფიქსიროთ და ვისხდეთ და ვილაპარაკოთ როგორც პოლიტიკოსებმა. მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, მაგალითად პოლონეთში, დავდივარ არჩევნებზე, ვიხდი ჩემ მოქალაქეობის ვალს და იმის იქით, რასაც ვაკეთებ, ეს არის ხელოვნება. მე ჩემს საქმეში ვემსახურებ და ვალდებულებს, რომ დავჯდე და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ. ეს რო დაამთავრა მან, შემდეგ ვიმ ვენდერსმაც დააყოლა თავისი აზრი ამ თემაზე. მას გაცილებით უფრო ისეთი ხრმა და შემოქმედებითი აზრი ჰქონდა, მან თქვა, რომ საერთოდ არ ყოფილა კინოს ისტორიაში შემთხვევა, რომ კინომ პოლიტიკოსებს შეაცვლებინოს თავისი ზრახვები და აზრები. ეგეთი შემთხვევა არ ფიქსირდება. კინო არის ხალხის მხარეს და თუ არსებობს დიდი როგორც თქვა, უფსკრული ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის, მე ყოველთვის ვrჩები ხალხის მხარეს და ჩემი კინო სწორედ ხალხს ემსახურება და ამიტომ კინო უნდა იდგეს რაღაცა განყენებულად პოლიტიკისგან. და აი ამას მოყვა, რაც მოყვა, ის ტექსტიც, რაც პროდიუსერმა ისაუბრა და ისიც, რაც თავად ვიმ ვენდერსმა ისაუბრა, ყველაფერი რა თქმა უნდა ვენდერსის სახელს მიეწერა, იმიტომ რომ ის არის კლასიკოსი, 80 წლის რეჟისორი და მას შემდეგ დაიწყო ძალიან უარყოფითი გამოთქმები, პოსტები მის შესახებ და აი როგორც ამ ბულინგის კამპანიას ეძახით და რაც სამწუხაროდ უცხო არ არის ჩვენთვის და ვიმ ვენდერს არა კი ბატონო, ვიმ ვენდერს არ მგონი ამით აკლდეს და მის შემოქმედებას და მის კინომემკვიდრეობას, რაც მთელ მსოფლიოს აჩუქა. მაგრამ აი ეს იყო ნათელი მაგალითი იმის, რომ ადამიანს არ აპატიებს, უბრალოდ მას არაფერზე ცუდი არ უხავს, მან უბრალოდ თავისი თავი, ასე ვთქვათ, დასწია გვერდზე და დადგა ხალხის საზოგადოების ხელოვნების მხარეს. მაგრამ აი არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მოემართა ესე ვთქვათ კამპანია, ანტიკამპანია და ყოველდღე სათაურები არის ის, რომ როგორ გაბედა ვიმ ვენდერსმა და არ გააკეთა პოლიტიკური განცხადება და ვერ ისაუბრა, ვერ გაბედა და ასე შემდეგ. ასე
მოკლედ ეს პოლიტიკური ნაწილი ყოველთვის გადაწონის ხოლმე შემოქმედება. საინტერესო შესავალია, რამდენად მოახდენს ეს გავლენას თავად მსვლელობაზე, ესეც საინტერესოა. მოდი გითხარი, მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარი პროვოკაციული, ვთქვათ, სუნი ამ ყველაფერს უდის, რომ ამოაგდოს, ასე ვთქვათ, ჩარჩოდან, დინამიკიდან პროცესი, რომელსაც ყველა ელოდება და თუ ასე ვთქვათ, ყველგან უნდა იყოს პოლიტიკა და ითხოვენ პირდაპირ ამ შემთხვევაშიც ხელოვნებაშიც მნიშვნელოვანია პოლიტიკა. მოდი ხა გავწიოთ ეს გვერდზე, გვაქვს შესაძლებლობა რომ ამის მიღმა დავინახოთ და რეალურად სწორედ კინოს გადმოსახედიდან დავსვათ ის მთავარი კითხვები და აქცენტები, საერთოდ რას ემსახურება 21 საუკუნეში კინო, რას გვასწავლის, რას გვაძლევს, რამდენად ავსებს ის იმ უფსკრულს, რაზეც თავად კომისიის თავმჯდომარემაც ისაუბრა, რა აქცენტებია წელს 20 მხატვრული, ერთი დოკუმენტური, ერთი ანიმაციური ფილმია. ხო, ეს ფოტოშორის ძალიან ტრელია საერთო სურათი, ვერ ვიტყვით რომ თქვა რაღაც ერთი სათქმელი და ერთი ტკივარი აქვს რეჟისორებს, რაღაც მსგავს თემებზე საუბრობენ. აი ხა მაგალითად უხელ ნახე ფილმი სინგაპურიდან, რომელიც იყო არაჩვეულებრივი ოჯახური სოციალური დრამა ადამიანურ ურთიერთობებზე და ოჯახზე და თაობებს შორის განსხვავებაზე. ასევე გუში ვნახეთ ერთი გერმანული ფილმი, რომელიც 19 საუკუნეზე არის გადაღებული, სადაც არის ერთი ქალის ისტორია, რომელიც იმისთვის გადარჩენილი იყო, მან მოიგონა რომ იყო სამხედრო ბიჭი, ასე ვთქვათ, და იმალებოდა ვთქვათ და მუნდირს მიღმა და მის პირად დრამაზე იყო ფილმი. მაიაწნეფელის ფილმი იყო მდგომარეობაში. დაახლოებით აი გამახსენდა კი და მე როგორ ასამართლებენ მას ამისთვის და საბოლოო ჯამში სიკვდილითაც დასჯიან იმისთვისაც გააკეთა, მაგრამ ეს იყო მის მართლა ქალი იყო შინაგანად, აქ არ იყო რაღაცა სხვა აზრები გატარებული და ეს ძალიან კარგად თამაშობდა, თან სანდრა ჰულერი თამაშობს მსახიობი, რომელსაც ბოლო მეორე წელია ძალიან დიდი წარმატებები აქვს ოსკარზე ნომინირება და ასე შემდეგ კანის კინოფესტივალის მოგება და მოკლედ და ის იბრძვის, ასე მე მგონი იბრძვის პრიზისთვის, ოქროს დათვისთვის ქალის როლისთვის. ხო, გახსნის ფილმი იყო ძალიან საინტერესო და მიუხედავად იმისა, რომ გახსნის ფილმი იყო ავღანელი რეჟისორის და ყველა ელოდებოდა მთავარ პოლიტიკურ აქცენტს, ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ის რეჟისორი არის ქალი, რომელიც არის ირანში დაბადებული და გაზრდილი და არის ავღანელი წარმოშობით. და ყველას ქონდა უფრო მეტი მოლოდინი სწორედ რომ პოლიტიკური მიმართულებით, მაგრამ ეს არის ამბავი ერთი ქალისა, თვითონ თამაშობს ფოტოშორის ამ ქალს, რომელიც არის ქაბულის ერთადერთი ოპერატორი. ტელევიზიაში მუშაობს, ოპერატორია და აი ქალი როგორ შეიძლება ამ ქალმა დაიმკვიდროს სოციუმში ადგილი, სადაც ძალიან მასკულინური გარემოა, ხო? ყველას უყვარს რომ რა გინდა ქალს კამერა ხელში, შტატივით რას დადიხარ. და ასეთ გარემოში და თან სათაური ქვია ფილმს ესეთი რომ კარგი კაცები არ არიან. და ამ დროს ვითარდება სიყვარულის ისტორია თავისივე ჟურნალისტთან ერთად, ვისთან ერთადაც მუშაობს. და ეს კაცი არის პირდაპირ პასუხი სათაურზე, რომ შეიძლება შეხედულება არის, რომ კაცები არ არიან, მაგრამ ეს კაცი რეალურად ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქალი იყოს ბედნიერი. დაეხსნას მოძალადე ქმარს. შემდეგ უკვე ის პერიოდი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები გადის და თალიბანი შედის ქვეყანაში და გარბის ხალხი. ეს კაცი საკუთარ საბუთსაც კი დაუთმობს, რომ გააპაროს ეს ქალი თავის შვილთან ერთად და ბოლოს რჩება მარტო ეს კაცი და ტირის. და ზუსტად აქ ეწერება სათაური, რომ კარგი კაცები არ არიან, თითქოს კითხვის ნიშანი და დაისვას, ასე ვთქვათ. ხო და ანუ თითქოს აი ავღანეთი, ირანი ესეთი თემებიც მაინც რაღაცა ადამიანური კუთხით შემოვიდა რა და ეკრანს მაინც აქვს იმის ძალა რომ ჰუმანიზმი და ადამიანური გრძნობები საერთოდ სხვანაირად წარმოაჩინოს და გაჩვენოს და მე მაინც მგონია რომ ხალხის უმეტესობა მაინც ხელოვნების მხარეს არის, იმიტომ რომ აი ხა ამ წუთას აი თან არის 8:30 დილის 9:30 მთავარ დარბაზში ვარ ფოიეში და 15 წუთში დაიწყოს ფილმის ჩვენება და სპეციალურად მოძებნე ინტერნეტში ინფორმაცია მარტო ამ დარბაზში არის 1600 ადგილი, მარტო აქ. და პარალელურად ასეთი არის ერთი 10-15 დარბაზი, სადაც პარალელური ჩვენებები მიდის და დილის 9:30 არის გატენილი ყველა დარბაზი კინოს სანახავად. აი უბრალოდ ნერვში ჩასაგდებ ადგილსვები ყოველთვის. ხოდა ახლა როდესაც იგივე ინტერესი და ესეთი სიყვარული და ესეთი რა ვიცი დამოკიდებულება არის ხელოვნების მიმართ, მე მაინც მგონია რომ ის აი ზუსტად ვენდერსმა რაც თქვა ის უფსკრული, რაც ადამიანებს აქვს სიცარიელესავით, ასე ვთქვათ, დარჩენილი.
მაინც გონია რომ კინო შეუძლია ამის ამოვსება. მარიკა, რადგან ჩვენ ჟურნალისტი ხარ, დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლის პრიზმიდანაც შეაფასებდი ამ სიტუაციას. თუნდაც ის ფაქტი, რაც ახლა შენ თქვი, რაც ახსენე, რომ 9:30 საათი, როცა დილა იწყება ფაქტობრივად და გადაავსებული დარბაზი. რას მიუთითებს? რის ანახავად მოდის საზოგადოება? რა უნდათ მათ დაინახონ დღეს, როდესაც ციფრული ეპოქა საოცრად განვითარებულია, ლამის AI იღებს უკვე ფილმებს, ხო? რა არის ის მთავარი, რის გამოც ეს ხალხი დადის კინოს ანახავად? მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე ისეთი, როგორც ვთქვა, აუხსნელი და ჯადოსნური მომენტი. ერთი ძველი გამოთქმა არის ესეთი, რომელიც წელს ოქროს გლობუსზე თქვა ერთმა გამარჯვებულმა მსახიობმა, რომ როდესაც კინოთეატრში დარბაზში შუქი ჩაქრება და ყველა ჩუმათარი და გვერდზე მჯდომი უცხო ადამიანის სუნთქვას ხვდები და ეკრანზე თქვენ რაღაც საერთო სანახაობა გაერთიანებთ, აი ეს არის კინო. და მე არ მგონია, რომ მიუხედავად ამ ციფრული შემოტევის სარაშიც ვართ, ტელეფონი და თუნდაც აი ეს Netflix-ის და ესეთი ქსელების მონოპოლია რაც არსებობს, არ ვერ გადაფარავს, აი რაღაცა სხვა სამყაროა, ისეთი რაც მხოლოდ კინოთეატრში ტრიალებს დიდ ეკრანზე. და ეს ფესტივალი იქნება ხეს ბერლინი თუ იგივე რეჟიმი არის აბსოლუტურად კანშიც და ვენეციაში და ყველა დიდ ფესტივალზე. და ხა ამ რაოდენობის ხალხი, მარტო ჟურნალისტი, კინომცოდნე და კიდე ისე მაყურებელი მინიმუმ 5,000 და 8,000 რო რეგისტრირდება ყოველ დღე. ხო არის პასუხი იმაზე, რომ საჭიროა კინო. ვინმენდერსმა თქვა, რომ ხალხო გააკეთეთ ერთი რაღაცა, კინოთეატრები გახადეთ უფასო. ყველა მიაროს კინოში და ყველაფერი იქნება კარგად. რა მაგარი. ხო, რა ვიცი, მე მგონია, რომ მაინც კინო თავის თქმელს არ დაკარგავს ასეთი ციფრული შემოტევების მიუხედავად. 22 თებერვალს არის ფათაშორის ერთი ფილმი. აქ წარმოდგენილი არასაკონკურსო, არამედ სპეციალურ ჩვენებაში ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც შეჭამა ამ ციფრულ სამყარო. მოსწავლეები როგორც ზომბები ესე ტელეფონით ხელში და უსუსური მასწავლებელი ხელში უჭერს ანა კარენინა და ცდილობს რომ ახსნას და ვერ დააინტერესებს, რომ ციგნი მარტო მას უჭირავს ხელში. სხვა ყველას ტელეფონი უჭირავს ხელში. და ესეთი ისტორიებიც არის, ანუ რეალობას კარგად გრძნობენ რეჟისორები. 22 თებერვალს უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული. მანამდე რა პროცესია? ხო, საკმაოდ დაძაბული არის საკონკურსო როგორ თქვა, კონკურენცია ფილმებს შორის და მსახიობებს შორის. აი ხა სანდრა ჰულერი გითხარით, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს როლი ფილმში როზა. აი ხვალ უნდა იყოს ჟულეთ ბინოშის ახალი ფილმის პრემიერა და ჟულეთ ბინოშიც ამ კონკურსში მონაწილეობს. კიდევ ნახეთ ერთი ამერიკული და საინტერესო ფილმი, რომელშიც სხვათა შორის პამელა ანდერსონი მონაწილეობს და პამელა ანდერსონისთვის ესეთი ევროპული კინოფესტივალი და საავტორო კინო ცოტა თითქოს სხვადასხვა ცნებაა. ეხლა ის ბახსოვს ჩვენი 90-იანების სექს სიმბოლო და მაშველები და კუპალიკიანი და ის როგორ თქვა, არ ვიცი, საკმაოდ მოშიშვლებული, მაგრამ ბოლო წლებში შეიცვალა იმიჯი და ახლა ჩამოვიდა კინოფესტივალზე. ასაკმა იმუშავა ეთყობა. თავი გადავხედე და 58 წელს ყოფილა და რაღაცა უფრო სოლიდური დაღვინდა და დაბრძენდა. მოკლედ კონკურენცია არის, დიდი კონკურენცია არის. აი ნახოთ, ძალიან მაინტერესებს მართლა როგორ იქნება ჟიურის არჩევანი. აქვს რეალურად ჟიურის ის გამოწვევა, რომ თქვათ საუკეთესო ფილმებია და გიჭირს ამ არჩევანის გაკეთება, თუ აშკარად არის თქვათ გამოკვეთილი ფილმი, რომელზედაც არა, ხო ჯერ. აი ლიდერი ეგეთი არ არის. ყველას აქვს თავი. კულუარებში რას ამბობენ, კულუარებში? კულუარებში აი ხა უნდა ვნახოს ფათაშორის აქ არის ერთი ჟურნალი, რომელიც გამოიცემა, რომელსაც ყავს თავისი ერთგული კინომცოდნეები და ისინი ვარსკვლავებს ანიჭებენ ფილმებს. და ყოველ დღე ემატება ამ ფილმს, მაგრამ რასაც მეტი ვარსკვლავი აქვს, თითქოს ამბობენ, რომ აი ეს შეიძლება იყოს ლიდერი და აი უნდა გადავხედო, აი ხა გამოიკვეთება წესით, ერთ ორ დღეში უნდა გამოიკვეთოს უკვე ლიდერი, ასე ვთქვათ. კიდევ ერთი ძალიან კარგი ფილმი ნახეთ, ბილ ევანსის, ჯაზ პიანისტის ბილ ევანსის ცხოვრების შესახებ გადაღებული. ბილ ევანსის როლს თამაშობს ნორვეგიელი მსახიობი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს ჩემი აზრით და იმასაც რეალური შანსი აქვს იმის, რომ იბრძოლოს მსახიობის ნომინაციისთვის.
აი ნახოთ რა ვიცი საინტერესო პროცესებია მოკლედ ხო მთავარი ეტაპი წინ არის უთხრათ ჩვენს მსვენელს რომ შენ ტელეკომპანია იმედის მაყურებელს დღის გადაცემაში საშუალებას აძლევ რომ ერთგვარი დღიურები შესთავაზო ყოველდღიურად და მიადევნონ თვალყური ვისაც საინტერესო ხო კვირის ბოლომდე გვექნება ეს დღიურები და კვირის ბოლოს კი დამთავრდება უკვე ფესტივალიც და მიადევნონ თვალყური და რა ვიცი ჩაება ამ დიდ მარათონში რაშიც მართლა მთელი კინოსამყარო არის ჩაბმული და ზაფთიგრე ბერლინი არის ცენტრი ასე ვთქვათ. დიდი მადლობა მარიკა. აღარ დაგაგვიანებ, შემდგომ შეხვიდე ხა. მადლობა მარიკა ბაკურაძეს, რომელიც ბერლინიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ჩვენ საუბრობდით 76 ბერლინალეს კინოფესტივალზე, სწორედ სამზადისზე, ჟიურზე, მოწვეულ სტუმრებზე და გავიგეთ ის აქცენტები, რომელიც იქ დაისვა. მადლობა ჩვენს მსვენელს დათმობილი დროისთვის, მე დროებით დაგემშვიდობებით, შემდეგ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს უკვე 2 საათიანი საინფორმაციო დამთავრებისთანავე.